მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე პირადად სახალხო დამცველი იზრუნებს. უჩან ანუაშვილმა ამის შესახებ უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ომბუდსმენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ პრობლემებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განცხადებით მათი უფლებები წინა ხელისუფლების პირობებში ილახებოდა. მათ სახალხო დამცველისგან გარანტია მიიღეს, რომ პრობლემა გადაიჭრება. საკითხები, რომელიც აინტერესებს უმცირესობათა თემებს საქართველოში და დავსახოთ ასევე გზები მომავალი თანამშრომლობის. ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატთან არსებობს ტოლერანტობის ცენტრი, რომელიც სწორედ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს მრავალი წლის განმავლობაში და ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე გვექნება დღეს საუბარი. მე მაინტერესებს ზუსტად ეს სტრატეგიული ხედვა რა არის, იმიტომ რომ წინა წლების მანძილზე ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები და ეს წარმატებები დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძლიერი მხარე უნდა უფრო გაძლიერდეს, ანუ ამ მიმართულებით საჭიროა ჩვენ ვიმოქმედო და განვავითაროთ ის საკითხები, რომელიც წლების მანძილზე დაიძრა დარიწერტილიდან და რაც არ გაკეთდა წინა ხელისუფლების პერიოდში, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ჩვენ ეს საკითხები დავაყენოთ დღის წესრიგში. სახელმწიფო ფულადის სახსრების გაფლანგვის თაობაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით არახველიძემ განცხადება გააკეთა. სამინისტროში და აუდიტის დეპარტამენტმა 5 არალეგალური საწყობი აღმოაჩინა, რომლებშიც 2009 წლებში შეძენილი საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტი ინახებოდა. პროდუქტი ლტოლვილებისათვის იყო შეძენილი. საუბარია 3,5 მილიონი ლარის ზარალზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორჯერ შეამოწმა აღნიშნული საკითხი, თუმცა დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ამიტომ მინისტრი სახელმწიფო აუდიტის შემსწავლელ კომისიას აუდიტის მუშაობის შემოწმებას თხოვს. მინისტრი არ მორიცხავს რამდენიმე მაღალ ჩინოსთვის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. მასალები უკვე გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას. საწყობებში აღიწერა სამინისტროს მიერ 2008-9 წლებში შეძენილი 10-მდე ტონა მაკარონი, 6 ტონამდე იოდიზირებული მარილი, 1,7 ტონა წიწიბურა, რომელიც რა თქმა უნდა დღეს მდგომარეობით გამოსაყენებლად უარგისია. საწყობებში აღირიცხა 1172 ცალი 40,000-მდე ლარის ღირებულების გაზის ბალონი. გაზით დადენილი, რომელიც შეძენილი იყო 2009 წელში და დღემდე ინახება საწყობებში. მნიშვნელოვანი ერთი რამ საწყობებს, როცა მე ვახსენებ, აქ საუბარია არალეგალურ საწყობებზე, რომლებიც არ ირიცხება სამინისტროში, როგორც სამინისტრო საკუთრება ან ქონება. ეს არის ხელშეკრულებით სხვადასხვა ორგანიზაციებისგან და სავარაუდოდ დაქირავებული საწყობები, მაგრამ ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის და სამინისტროს ამ საწყობების მეპატრონებთათვის საუბარია 5 საწყობზე, განვლილი 5 წლის მანძილზე ფული არ გადაუხდია. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი სასჯელ აღსრულების და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარს მიმართავს. ორგანიზაცია მოითხოვს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც პატიმართა პირად საქმეებს შეისწავლის. ორგანიზაციის ადვოკატები საპატიმროებში მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ. საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის იურისტის განცხადებით, პატიმართა უმრავლესობა გრძელვადიანი პაემნებით ვერ სარგებლობს, რადგან ძველი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პატიმართა პირად საქმეებში უარყოფითი დახასიათება ჩაწერეს. აღნიშნული ფაქტი პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მხრიდან მსჯავრდებულთა საქმეების გადახედვას და შეწყალებაზეც აისახება. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ გადაიხედოს ამ პატიმრების პირადი საქმეები და ბათილად იქნეს ამ საქმეში ჩანაწერები, რომელიც მათ პირად საქმეს უფუჭებს. როდესაც საქმე პირად საქმე კონკრეტულ პატიმრობას გაფუჭებული, შესაბამისად არ შეუძლია მიმართოს ადგილობრივ საბჭოს, რათა გადახედილი იქნას ასეთი პატიმრის ვადაზე ადრე განთავისუფლების მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ დეკემბრის თვეში 2 მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ სასამართლოს სპიკერმა ნათია ცხადაიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. ცხადაიას თქმით, ამირან სიხარულიძეს ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, შალვა წერედიანს კი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა. მათ ბრალი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების განაჩენით წაუყენეს და თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. უზენაესმა სასამართლომ კი მათი საქმეები განიხილა და ორივე მათგანი უდანაშაულოდ ცნო.
2012 წლის 26 დეკემბერს უზენაის სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა 2 პატიმარი. საქმეებზე წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მსჯავრდებული შალვა წერედიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ ამირან სიხარულიძის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. ორივე მსჯავრდებული სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან იქნა გათავისუფლებული. განსაკუთრებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ კუთხით, რომ პირველმა ორმა ინსტანციამ ეს საქმეები არ დააკმაყოფილა და გასაჩივრდა საკასაციო წესით. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. უწმინდესმა მშენებლობა კიდევ ერთხელ აკურთხა და ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვა აღავლინა. მშენებლობა 2011 წლის 17 აპრილს დაიწყო, ტაძრის საძირკველი უკვე აშენებულია, მაშინ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამბრძანებული სიწმინდეები განთავსდა. ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს მთელი საქართველო და უცხოეთში მცხოვრები ქართული ემიგრაცია ერთიანი ძალისხმევით აშენებს. სახალხო აქციაში უკვე 204,000-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. როცა მონახავთ დროს გაზაფხულამდე ჩვენ ჩერდებით და გაზაფხულზე უკვე კარკასის მშენებლობა დაიწყება. ისე რომ აი ეს არის ის ტერიტორია, სადაც განთავსდება ჩვენი დიდებული ტაძარი და მონასტერი. ვიმედოვნეთ, რომ უფრო ჩქარა იქნება ყველაფერი. ნახოთ, მე არ ვიცი ხა რამდენია. დღესდღეობით გაერთიანებულია 204,000 ადამიანი, მაგრამ აი ახლა ცოტა ხანში ეს გაორმაგდება მე დარწმუნებულა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა. მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის პროცესში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაერთვება. ამის შესახებ დღეს მინისტრმა დავით ნარმანიამ ფონდის ხელმძღვანელთან პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრისას განაცხადა. პაატა ბურჭულაძე მინისტრს და მის მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მშენებლობაში სამინისტროს წარმომადგენლების ჩართვა იყო. დავით ნარმანიამ სამინისტროს სახელით პროექტში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. სამინისტროს მხრიდან ჩვენ ასევე როგორც ხელმძღვანელობამ გამოვთქვით მზადყოფნა სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ამ მშენებლობას, ვითანამშრომლებთ მათთან. ვიგრძენი რომ ძალიან მოხარულებიც კი არიან, ის კი არ არის თვითად არ დააწვევათ მათ ეს ყველაფერი პირიქით ყველანი გაწევრიანდებიან. დიდი მადლობა და მერთმა ერთად აგვეშენებინოს ეს დიდებული საქმე. 6 წლის ნიკოლოზ ღაჭავა დაღუპვას გადაურჩა. ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. ის მცირე ხნით მეზობლის სარეცხის თოკებზე დაეკიდა, ამასობაში კი მეორე სართულის მეზობელმა მოასწრო და ქვევით ლეიბი დაუფინა, რაზეც ბავშვი დავარდა. მცირეწლოვანი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ დაჟეჟილობა აღენიშნება, ის რამდენიმე დღით სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნება. საშუალო სიმძიმის მდგომარეობა, მრავლობითი ექსკორიაციები, დაჟეჟილობა, მუცლის ზღვის კინოკეტლის დაზიანება. დღეისათვის ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გაკეთებულია აბსოლუტურად ყველა კვლევები, სერიოზული დაზიანება მუცლის ზღვის ორგანოებიდან არ არის. მითხრეს აქ რომ ბავშვი კარგად არის, გადარჩა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა მოკლედ რა. თუმანიშვილის სახელობის თეატრში 22 თებერვალს ვეფხი და მოყმე სცენური ვერსია დაიდგმება. სპექტაკლი მელოდრამის ჟანრის იქნება გაჯერებული, იქნება ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ელემენტებით. იდეის ავტორი ზურაბ გოგორიკიძე მთავარ როლს მზია არაბული ასრულებს. ჩვენთან თეატრში სამრეცხაოში რაღაც ვღებავდე ერთ-ერთი სპექტაკლისთვის და შემოდის მზია. სპეციალურად მოვიდა იმისთვის, რომ რაღაც გიმღერაო. აი მე ვთქვი სამრეცხაოში, სადაც არ მახსოვს რომელი სპექტაკლი იყო. თავიდან ბოლომდე იმღერა ეს ბალადა. და ნუ ვუთხარი რომ გადავიღოთ მეთქი, რაღაცა გავაკეთოთ. ამას მივყევით და თითქმის 2 წელიწადზე მეტია თუ 3 წელიწადი ამაზე მიდის მუშაობა. ეს იმდენად დიდი შედევრია. პოეზიის შედევრი, ლიტერატურული შედევრი, აზროვნების შედევრი. აქ ისეთი გუნდი აკეთებს ამას. გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი, სცენარის ავტორი, მზია არაბულთან ერთად და მზია არაბული მე ვთვლი და არ მეშინია მის თქმა დიდი ქართველი მსახიობი. ახალი ამბებით 2 საათზე დავბრუნდებით დროებით.